მერაბ აბრამიშვილის გამოფენების მომზადების პერიოდი დაიწყო 1992 წლიდან, როდესაც მისი ნამუშევარი ბაია გალერეის დაარსების დროს პირველად გამოიფინა ჩვენს სივრცეში. მას შემდეგ ბაია გალერეამ მოამზადა მერაბ აბრამიშვილის 5 პერსონალური გამოფენა, მათ შორის მიუწვდომელი ბაღები 2016 წელს, გამჭვირვალე მეხსიერება 2025-26 წელს და უამრავი ჯგუფური გამოფენები, რომელშიც მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები მონაწილეობდა. ასევე საერთაშორისო პროექტები, სოტბის სააუქციონო სახლის გამოფენა გზაჯვარედინზე 2013 და 2014 წლებში. მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები ძირითადად დაცული არის საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში. 3 ნამუშევარი დაცული არის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მერაბ აბრამიშვილი 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს ქართული ხელოვნების პროცესში. მისი შემოქმედება საინტერესოა ნაციონალური, საერთაშორისო და ისტორიული კონტექსტების თვალსაზრისით. ის მიყვება ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზის პოზიციას. მისი სტილი გამორჩეულია და ახასიათებს სპეციფიური ტექნიკა, რომელიც ქართული ხელოვნების ტრადიციებს უკავშირდება. გამოირჩევა კულტურული მეხსიერების ინფორმატიულობით და ხელოვნებაში ჰუმანისტური სისტემების შემოტანით. მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გამჭვირვალე მეხსიერება ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. ის ბაია გალერეის 2 საგამოფენო სივრცეში მიმდინარეობს და გამოფენაზე წარმოდგენილი არის მხატვრის 120-ზე მეტი ნამუშევარი. ერთი გამოფენიდან მეორე გამოფენის მომზადების პერიოდში ბაია გალერეა მუშაობს მერაბ აბრამიშვილის უცნობი ნამუშევრების აღმოჩენაზე. ამ ნამუშევრების უმრავლესობა გამოცემული არის მერაბ აბრამიშვილის 2 კატალოგში მიუწვდომელი ბაღები და გამჭვირვალე მეხსიერება. მიმდინარე გამოფენაზე მხატვრის 30-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, რომელიც აქამდე უცნობი იყო, ხოლო კატალოგში შესული არის 150 ნამუშევარი, რომელიც 2016 წლიდან 2025 წლამდე აღმოაჩინა ბაია გალერეამ სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ჩვენი ვარაუდით მერაბ აბრამიშვილს 1000-მდე ნამუშევარი აქვს შესრულებული, რომელთაგანაც 600-მდე ნამუშევარი უკვე გამოკვლეულია.